ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების დასრულებამდე 2 საათი რჩება. თანამდებობაზე 5 კანდიდატი ირაკლი ბარამიძე, მერაბ ხალვაში, ვლადიმერ ბალაძე, მალხაზ ნაკაშიძე და რამაზ ხალვაში არიან წარდგენილი. ახლა ნათია ლომაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ნათია, როგორია ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისთვის? შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და საარჩევნო კომისიის ინფორმაციით უკვე მოვიდა არჩევნებზე 250-მდე ამომრჩეველი, სულ 312 ამომრჩეველია რეგისტრირებული და იმისთვის, რომ არჩევნები შედგეს, 157 მათგანს უნდა მიეღო მონაწილეობა. განსაკუთრებული აქტივობა იყო დაახლოებით 12-დან პირველ საათამდე, ამ პერიოდში რამდენიმე წუთის განმავლობაში რიგიც კი იყო საარჩევნო უბანთან. რაც შეეხება ამომრჩეველთა პოზიციას, მათი განცხადებით ისინი მხარს უჭერენ და ნდობას უცხადებენ ღირსეულ კანდიდატს და ასევე ისინი აფასებენ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პირდაპირ წესით არჩევას და ამბობენ, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი. რაც შეეხება საარჩევნო კომისიას, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პროცესი მიმდინარეობს დარღვევების გარეშე, მხოლოდ 2 შემთხვევა იყო, როცა 2 ადამიანი მოვიდა, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს შევალ რეჟიმში, ამ ეტაპზე გამოცხადებულია დაახლოებით 215-მდე ამომრჩეველი. ასევე გამოცხადა 2 ისეთი პიროვნება, რომელიც არ ღებულობდა მონაწილეობას არჩევნებში და ეს ორივე პიროვნება გაბრუნებული იქნა საარჩევნო კომისიიდან უკან. თვითონ რაც შეეხება პროცედურას, აქტივობა ნორმალურია. ფაქტიურად არჩევნები არის შემდგარი, ვინაიდან გამოცხადებულია უკვე 157 ადამიანზე მეტი ამომრჩეველი. მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ გამარჯვებულს მივეცი ხმა. აქედან გამომდინარე, თუ შევაფასებთ არჩევნებს, მე ვფიქრობ, რომ ყველა უნივერსიტეტში ამ სტილში უნდა იყოს არჩევნები. მე არ მიმაჩნია ობიექტურად, როცა აკადემიური საბჭო ირჩევს რექტორს, იმიტომ რომ რექტორის თანამდებობა ძალიან დიდი თანამდებობა და აქ შეცდომის დაშვების უფლება არავის არ აქვს. უნივერსიტეტის ყველა აკადემიური პირის ვალია, რომ იფიქროს ხვალინდელ დღეზე უნივერსიტეტის და ეს არჩევანი იყოს გააზრებული არა მხოლოდ მარტივი ურთიერთობებიდან გამომდინარე, არამედ იმის ფიქრით, თუ როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე უნივერსიტეტის. მოხდა ეს პრეცედენტი, რომ ასეთი დაუშვეს შემთხვევა, რომ ასეთი სახით ჩატარებულიყო. ახლა უფრო იურიდიული ფორმა თუ ექნებოდა ამას ზემდგომიდან ან ზოგადად განათლების სამინისტროდან უკეთესი იქნებოდა. ჯერჯერობით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია რექტორობის ერთ-ერთ კანდიდატს, ეს არის მერაბ ხალვაში, დანარჩენი კანდიდატები კი უკვე იყვნენ საარჩევნო უბანზე. რამაზ ხალვაში პირველი ამომრჩეველიც კი იყო, 12 საათამდე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს დანარჩენმა კანდიდატებმა, ირაკლი ბარამიძემ, ვლადიმერ ბალაძემ და მალხაზ ნაკაშიძემ. მათი თქმით არჩევანი გააკეთეს უნივერსიტეტის განვითარების სასარგებლოდ. საარჩევნო კომისიაში 7 წევრია, კენჭისყრის პროცედურას არასამთავრობო ორგანიზაციები არ აკვირდებიან და არც რექტორობის კანდიდატებს არ ყავთ წარმომადგენლები. დარწმუნებული ვარ, დღეს უნივერსიტეტი თავისუფალ ნებას გამოხატავს და დღევანდელი მდგომარეობის სიმბოლო არის რექტორატში გაჩერებული საათი. მე ვფიქრობ, რომ დღეს საღამოდან უკვე საათი ამოქმედება და ახალი ეპოქა დაიწყება უნივერსიტეტის ცხოვრებაში. სამწუხაროდ დამკვირვებელი არ მყავს, ამიტომ ის დამკვირვებლები მედიიდან პოტენციურად ჩემს დამკვირვებლად ითვლებიან. დღეს უნივერსიტეტის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. პირველად საყოველთაო არჩევნებს ვატარებთ. მე იმედი მაქვს, რომ უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი უნივერსიტეტის განვითარებისკენ მიმართულ არჩევანს გააკეთებს. ყველა კანდიდატი ღირსეულია, ვინც მონაწილეობს. ჩემი არჩევის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტის ცხოვრებაში დაიწყება ეტაპი, რასაც ქვია განვითარება, სტაბილურობა, ხარისხი. მე ხმა მივეცი ევროპულ უნივერსიტეტს, განვითარებას უნივერსიტეტის, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფას უნივერსიტეტში და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ კოლეგა შევინარჩუნეთ ჩვენს ღირსებას და ხმას მივცემთ დამოუკიდებლად ყოველგვარი კარნახის გარეშე უნივერსიტეტის განვითარებას და წარმატებებს მომავალში. ამ არჩევნებს შეუძლია უდიდესი როლი ითამაშოს ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში და რა თქმა უნდა ხმა მივეცი იმ კანდიდატურას, ვინც იბრძოლებს იმ დიდი ფუნქციისა და მისიის შესრულებისათვის, რომელიც ქართველმა ერმა და
კისრა ბათუმის უნივერსიტეტის, ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერას. არჩევნების დასრულებამდე 2 საათზე ნაკლები რჩება, ზუსტად 5 საათზე ხმის მიცემის პროცედურა შეწყდება და კომისიის წევრები ბიულეტენებს დაითვლიან, დაახლოებით 1 საათში კი გამარჯვებულს გამოავლენენ. იმ შემთხვევაში თუ კი ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი თანაბარ ხმებს მიიღებს, ამ შემთხვევაში არაუგვიანეს 3 დღისა მეორე ტური ჩაინიშნება.